დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 21 სექტემბერი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით. დღეში წამოვედით ეხლა ჩვენ ახალი ჩექმები ჩავიცი, ბათინკები და ძირი აღარა. ხე არის წაქცეული, ქარმა წაქცია ხედა. საიდან უნდა გავიაროთ ეხლა ჩვენ? როგორ? ცოტა ზევით ხო? აბა ახლა მე წავალ და მე რა უნდა გადამედი. წადი. აუ რა კაი ამინდია და რა კაი ბუნებაა, ჟანგბადი და თელი ამბავი. რამხელა ხე არის ჩამოვარდნილი. მაშინაზე არ ვაძილალოჩი ხო და ცოტა გადაგა. კაპულათვისაც უნდა გადათავაზო. რა გამოყვები? აი კაკლები, დაჭყლიტა, გატეხა ყველა. აი ასეთი კაკლებია სულ. დაგრუზულია. ზაღლები რამდენი ზაღლებია? დაღლიკა. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 21 სექტემბერი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით თეთრიწყაროს რაიონში. გვინდა მოვინახულოთ ორი სოფელი. მაღალმთიან რეგიონში არსებული, ერთი არის ვიტოებული სოფელი, 5 ადამიანი ცხოვრობდა 2014 წელს და დღესდღეობით არ ვიცი რა ხდება, რა სიტუაცია. გზაზე უნდა გამოვიაროთ ჩვენ ქციის მამათა მონასტერი და რომელიც სხვათა შორის შაშან ვართ ნამყოფები მონასტერში და გადაღებული მაქვს, შეგიძლიათ იხილოთ ჩემ YouTube გვერდზე. და ქციის მამათა მონასტერიდან დაახლოებით 500 მეტრში არის ასახოვი მარჯვენა მხარეს, რომელიც ზევით მთაზე ამოდის და მთის წვერზე არის ძველი კომუნისტების დროს აშენებული უსინათლოთა სანატორიუმი, არაჩვეულებრივი ადგილია, ძალიან მაგარ ბუნებაში, სადაც ეხლა ვიმყოფები და მინდა გაჩვენოთ ეხლა ეს ადგილი. ეს ამ ადგილზეც მაქვს ვიდეო გადაღებული შარშან, მაგრამ რახან გამოვიარეთ ეს გზა, შემოვიარეთ და კიდევ ერთხელ მინდოდა მენახა ეს ძალიან ლამაზ ბუნებაში ეს გრანდიოზული, ძალიან დიდი შენობები, რომელსაც რამოდენიმე ათეული წლის წინ ხალხი ამოდიოდა აქ ისვენებდა, რავი, შვებულებას ატარებდა, უსინათლოები იყვნენ, მართალია, მაგრამ ძალიან მაგარი ადგილია და სამწუხაროდ აი ხედავთ როგორი დანგრეულ მდგომარეობაში და ცუდ მდგომარეობაში ეს შენობები. არა და შეიძლებოდა აქა გაკეთება, აღდგენა, რაღაცა ფუნქციის მიცემა, თუნდაც არ ყოფილიყო სანატორიუმი, რაღაცა სასტუმრო რო აშენდეს და აქ ხალხი ზაფხულში არაჩვეულებრივ ბუნებაში პირადად მე დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი და დავისვენებდი. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ გზას, მივდივართ სოფელ მამულაში და მერე არის სოფელი კაკლიანა. ასე რომ გვიყურეთ, დროებით დაგემშვიდობებით, მალე შეხვდებით. ესე იგი, ახლა ვიმყოფებით თეთრიწყაროს რაიონში. გამოვიარეთ ქციის მამათა მონასტერი. დღეს კიდევ მივდივართ ერთ-ერთი მიტოვებული სოფელია და იმედია ბოლომდე მივაღწევთ. თუ რამე ისეთი დაბრკოლება არ შეგვხვდა, რომელსაც ვერ გადავლახავთ. მივადეგით ახლა ერთ ადგილს. ხო და ისა ხე არის წაქცეული, ქარმა წაქცია ხედა. საიდან უნდა გავიაროთ ახლა ჩვენ? მოიცა აბა წამოვიდე, მოიცა, თუ ვერ გავეტევი, მერე გავწიოთ. აქე დიდი ქვებია და. ჩამოვეტვით. ბიჭო, ჩვენ შარშან რო ვიყავით აქ, ასეთი გაბუჩქული და გაწყეურებული ეს გზა არ იყო და იმის მერე ალბათ არავინ არ არის ნამყოფი.
აქ რა არის ახლა იცი აქ გზა კი არ არის ესეთი ჩხული უბრალოდ ხეები ბუჩქები და მანქანა დაიფაჭრება თუ რა ამ მანქანას ისეთი გასწავლია ხო ჩვენი არ დაიფაჭრება ხო ჩვეულებრივი მანქანა ახლა აქ ვერ შემოყვანს ვერა გამორიცხული ამბავი იქნება გასაკრასტი ეგრევე ეს რამხელა ის არის გავეტევით ბაბუ მოიცა ბაბუ მოიცა ასე არ მომწონს თორ ჩამოცულ თუ ჩაცურდა შეიძლება არ დავყირავდეთ ამიტომ მე მგონი სხვანაირად ჯობია რომ წამოვიდეთ ხო რა ასე აბა ისე ჩაცურების საშიშროება იყო ჩვენ ახლა მივემართებით უსინათლოთა სანატორიუმში აი ასეთი გზა არის რა როგორ? ცოტა ზევით ხო? აბა ახლა მე წავალ და მე რაღა უნდა გადავიდე. წადი გაც შენ მიდი იარე და მე გადავიდე. სადავიდე ახლა დამნებოდი. ეს არა მოჭრა ზურა. ეს არის ისტორიული ჩვენ ახლა მივემართებით თეთრი წყაროს რაიონში ვართ. რამხელა ისინი ყოფილი აქ. არხები და მარხები. აუ რა კაი ამინდია და რა კაი ბუნებაა, ჟანგბადი. თეთრი ამბავი. თეთრი წყაროს რაიონში სანატორიუმი არის ძველი მიტოვებული და იქ მივდივართ და კაკლებიც უნდა დავკრიფოთ იქ ნიკოზი. აქ მე მგონი ვეღარ გევევლით ჩვენ. რაღაცები ყრია იქ. გვერდსაულით. წამო. რაღაცები ყრია იქ, არ ვიცი რა არის. მე მგონი გზა არის დაკეტილი. აბა ამოვიდე ნახო. არა, გავვილით გასვლა. რამხელა ხე არის ჩამოვარდნილი. ეს აიქიდან ჩამოვარდა, აი. ხო, აქედან მაგას ვეძებ ხომ, აი მოწყდა აი ამ ადგილიდან და ჩამოვარდა. დამპალი ხე იყო დალპაზე ჩამოვარდა გზაზე. ამოვალ ეხა ბეს. გავივლით ხო აქედან? ხო, კი და ასე გავივლი რა, ასე გვერდიდან გავივლი რა პრობლემაა. ხო, კაი. რა არის აქ ვერ გავიგეს. მიწა არის თუ რა. როგორ არის დამპალი ის? ნახშირივით აქვს რაღაცა მოდებული. დამწვარია მე მგონი ეს. ეს რა სოკუა ბა? ვინ? იცის. მანქანა კი არ არის, მაგი არის ტანკი. დაადგი ფეხი მიდი მოუ. ახლა გვერდიდან წავალ, ეს დამპალი ხე იყო ბაბუ და წაიცა რა, იქ ზევით და ჩამოვარდა გზაზე. მე ქვამებონა. მაშინაზე ვერ ვაძილალოჩი ხო და ცოტა გადაჭა. კაპულათვისაც უნდა გადათავა. რა გამოყვები? ფეხი? არა დაჭე ხო რა, მივედი კაპულათვი. ბუნება საქართველო სილამაზე ჟანგბადი. გადაღებული ვარ და შეგიძლიათ იხილოთ ჩემ YouTube გვერდზე. უსინათლოთა სანატორიუმი. კი, უსინათლოთა სანატორიუმთან გავიგეთ, ეს გზა მიდის იქამდე. ხო, ახლა მეგონი. კაკლები და თელი ამბავი რო არის.
აი კაკლები დაჭყლიტა გატეხა ყველა აი ასეთი კაკლებია სულ ეხლა იმდენი არ არის ჯერ მაგრამ რაღაც ერთ ორ კვირაში იქნება რა აკეთხელ ვიყავით ჩვენ ამყოფი და ორი მეშოკი და მოვფიქეთ კაკლები იმდენი არ არის ეხლა შაშარო იყო ჯერ ადრეა ხო აბა ზეთ შეხედე ასხია აი მსხალი არ არის გაზდილი და ჯერ ადრეა ხო მსხალი არაა დამწიფებული დღეში წამოვედით ეხლა ჩვენ ახალი ჩექმები ჩავიცი ბათინკები და ძირი აღარა აქეთ ხარეს მარტო ცხვირი დარჩა აი ესეც მოძრა რეზინი და ბათინკებიდან გამოვიდა მშვენიერი ტუფლები ეს უსინათლოთა სანატორიუმი კომუნისტების დროს აშენებული ნახეთ რამხელა გრანდიოზული შენობებია უფუნქციო დარჩენილი დღესდღეობით აქ არავინ და არაფერი აღარ არის ეს იყო ულამაზეს არაჩვეულებრივ ტყეში სუფთა ჰაერზე ნახეთ როგორი ბუნებაა ძალიან მაგარი ადგილია მაღლაა დაახლოებით 1300 მეტრი იქნება ზღვის დონიდან კაკლის ხეები აქ ძველი დარგული ვაშლის მსხალის ხეები ტყემლის ხეები მოკლედ კარგი ადგილი იყო რა ხალხი ისვენებდა აქამდე რაღაცა მონაკვეთი გზის გაკეთებულია ასფალტია დაგებული ჩამოსახვევიდან ხო და ამოდიოდა ხოლმე ხალხი წყაროს წყალიც არის მოკლედ კარგი ადგილია მაგრამ ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ გზას მივდივართ ერთ-ერთი სოფელი უნდა ვნახოთ ჯერ არის რომელსაც ქვია მამულა და მამულადან მერე კიდევ ერთი მიტოვებული სოფელი უნდა იყოს რომელსაც ქვია კაკლიანა გზაში რამოდენიმე დაბრკოლება შეგვხვდა აქ ამ ადგილამდე და ამ ყველაფერს იხილავთ ჩემ ვიდეოში ასე რომ დროებით ეხლა დაგემშვიდობებით ვაგრძელებთ გზას ეს გზა მეუყვება სოფელ მამულამდე რაღაც მონაკვეთი არის ასეთი მაგრამ სულ ეხლა ასეთი ცუდი გზა არ არის ხო აქ უკვე ნორმალური გზა არის და აქ უკვე ეთყობა რომ მანქანაც არის ალბათ სოფლიდან ჩამონასვლელი შეშაზა ამოვედით ეხლა ჩვენ მეგობრებო სოფელ მამულუში ეს გზა ამოვიარეთ ჩვენ ქციის მამათა მონასტერიდან საკმაოდ მოკლე გზა არის სოფლამდე დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება ტყეში გამოვიარეთ ამ გზას ეხლა გაჩვენებთ თქვენ როგორი ამოსასვლელი გზა არის და შემოვდივართ სოფელში მაგრამ სოფელში შემოსასვლელი გზა ეს ერთადერთი არ არის ცენტრალური გზიდან გომარეთიდან არის კიდე ასფალტირებული გზა კარგი გზა არის ამიტომ სოფელი საკმაოდ კარგ ადგილზეა ტყესთან ახლოს არის მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნის ძალიან კარგ ბუნებაშია და სოფელში დენიც არის წყალიც არის მე მგონი გაზიც უნდა იყოს და ხალხიც საკმაოდ კარგად დასახლებულია ეს სოფელი ეს გზა რომელიც ახლა ჩვენ ამოვიარეთ არის ტყის გზა სადაც ალბათ ჩამოდიან ხოლმე სამხიდიანი მანქანებით შეშაზე ასე რომ ახლა ვაგრძელებთ გზას და მივდივართ სოფელ კაკლიანაში საკმაოდ ნორმალური გზა არის სოფელ მამულოდან არის 6 კილომეტრი დაახლოებით ხო? კი, თაზე ავდივართ. ამოვიდით ახლა ჩვენ სოფელ კაკლიანაში. ამოსასვლელი გზა ნორმალურია და შევიდეთ ახლა სოფელში. მიუჩერე იქ ვერდი. აგერ ადამიანი მოდის. აბა ერთი ამ ადამიანს ადგილობრივი მაცხოვრებელი. ძაღლი არ გაგექცეს, თორე ეს ამხელა ძაღლები შეგვიჭამენ პატარა ძაღლს. გაგიმარჯობა. გამარჯობათ. ეს ძაღლები ხوار გიყვნენ. ესენი არა, მაგრამ ის წაიყვანა. აჰა. ფოტოა თუ გამოექცა, ის წაიყვანა, რომელიც აპასიებულში. ეს რომ ეს პირიქით ამოვედით მეგობრებო ჩვენ სოფელ კაკლიანაში შეხვდა ადგილობრივი მოსახლე რომელსაც მინდა რომ ვკითხო რა პირობებში ცხოვრობენ როგორ ცხოვრობენ რა საქმიანობენ თქვენ რა ქვიათ პატივცემულო მე სტეფანი ხუციშვილი ეხლა რომ გამოვიარეთ გზაზე დავინახეთ სახლის სახურავს
არემონტებდით. რა პირობებია დენი არის, შუქი არის, აი როგორ ცხოვრობთ? ბატონო, დენი უპრობლემოთ. ცოტა გზის პრობლემა გვაქვს. ამასაც ებიან წყალი გვაქვს. მუდმივი წყაროს წყალი მოგდის, მესაქონლეობას ვეწევით. მე პირადად წყნეთიდან ვარ წარმოშობით, წყნეთელი კაცი ვარ, ეს ჩემი შვილია, მე და ჩემი შვილი ვარ გადმოსულები უკვე 6 წელია. ამ 6 წლის განმავლობაში ცხოვრობთ აქ. სულაკა ხართ? კი, სულაკა ვარ, ზამთარზაფხულაკა ვარ. გამგეობაც გვეხმარება, მხარში გვიდგას. ძალიან კარგი. ვანისის მერიც, ავიც ყველანი მთავრობა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ყველანი ყურადღებასაც გვაქცევენ ნორმალურად. ეს რომელი რაიონია? ეს არის დმანისის რაიონი. დმანისის რაიონი. თქვენ გარდა თუ ცხოვრობს კიდე სოფელში ვინმე? არის კიდე? მარტო თქვენ ხართ? ერთი მოსახლეა, ესაც მოხუცებულია უკვე და დაავადდა და დმანისში არის ახლა გადასული, თორე დღესდღეობით სხვა აღარავინ არ არის ამ სოფელში. მაგარი სოფელია რა. კი ბატონო, ჩვეულებრივი მანქანითაც დავდივართ, მაგრამ ეს წყლები წვიმებმა და იმან წვიმები რეცხავს იმას, აკეთებს, არხევს და კი, აფუჭებს. ეხა ადამიანმა გთხოვა ჩვენ, თქვენი რა მანქანა სად არის გაჭედილი, რომ წავიდეთ და დაგეხმარებით შეძლების დაგვარად და ამოვიყვანოთ. კი ბატონო, იქით ყავს ჩავარდნილი ტალახში და წავიდეთ, მანქანა არის გაჭედილი ბესო და რახან ამოვედით. რა თქმა უნდა, ისე ნამდვილად ვერ წავალთ აქედან რომ თქვენი მანქანა დავტოთ ტალახში გაჭედილი. წავიდეთ, ამოვიყვანოთ. სოფელი კაკლიანი. ნამდვილი სოფელი. მანქანა ყოსო. ჩავარდნილი ხარ ტალახში. დახმარება უნდათ. თუ ამოგვაყვანინებთო. აქ რაღაც მაგარი ადგილზე მოვედით ჩვენ. რა ხელა თხილია. აგერა კაც არაკლი არ ჯანგვადი არც საჭმელი არც ასმენელი დაწხეციოთ. დაჯე უпросо, დაჯე. არის მანქანა. რა მოვიდა მე რა მანქანას თქვა. просто ჩაქრა ალბათ თორე. გაიჭედა. ვერ ვაპაუზე ბიჭო, ხელს ვერ იმაშვები, ვერ ვიღებოთი, თორე გადავარდა. აჰა. გაიჭედა. დაგრუზულია. ვარიანტები. აიბა, ბესო, მიდი გადაუჭირე იმას რა, ეს ტალახში რო არ ჩავარდეს. აღარ მახსოვს ეს პოზიცია რომელია ახლა. აბა ნახე. არა, ხო, მოიცა. აბა ეხლა ნახე. ო, ეგარ.
აქედან ვერ იმასაკენ. Sana ჩამჯარი და. უკან უნდა გავწიოთ და Sana არის ჩამჯარი. ძაღლები რამდენი ძაღლები არა. ძაღლი. საჭისთან ზომბი ხო არ არის ბიჭო ეს? თვალები როგორ აქვს ნახე. ძაღლი. თვალებზე რა აქვს ბიჭო? როგორაა გაწიხლებული თვალი? ეხლა უკან უნდა ჩაუგოთ და თუ გავწევთ ალბათ უკან გავწევთ რა. სავარაუდო. თორე ახლა აქ რო გაიყვანო ეს შეიძლება იქ მაინც გაიჭედოს. აზრი არა. აქ რომ გაგვეყვანა შეიძლება იქ გაჭედილიყო და აზრი არა. ო აი უკან და მე აქედან რატო იცი უკვე ხიდი და ისუნებს. აქედან უფრო გახვალ რა. მოდი, მოდი. მოდი. მოეგრე გადი პირდაპირ გადი და ეგ არის. ხო, გაიდაფრთხული აბა. შეშაუდეს ორი. ხლა უკან უნდა გამოვკაცოთ თორე წინ. ძალიან დატვირთულია და თან კი ტალახია კიდე და. ვორეს გაჭრილი. და თლიანად არა, თლიანად გამოღუნავს, ქვედა ბამპერს გამოღუნავს. აბა როგორ უნდა ჩააგდეს? ხო, ნუ რა ვიცი. გავატარო და ესე გადავხურე. მარტო ზედაში რო ჩააბა, სარჯობია. გაფუჭდება მაგ. ხო. ისრემენი ჩააბით და იმაზე გამოდეკულჩობი, всё რა. ხო. მარტო ზედაში ჩააბით, თორე ქვედას გააფუჭებს. თორე გააფუჭებს. თავში ამას დაიმე. მარტო ზედაში როგორ უნდა ჩააბა? აი ეს ზედა ის რო აქ რა რკინა რა, ქვედა ბამპერს გააფუჭებს. ხო. ეს არის რამის ბოლო რა, რამას ესაკრავს. მაშინ იქ ხარეს ჩააბი. აი კუთხეში რომ მოვაბა. ან იქ კუთხეში ან აქ კუთხეში. მიდი ამბობ ბატონო. თორე ქვედას გააფუჭებს მასე. არა, ამოძღლიზავს ქვედას. ქვედას გააფუჭოს, ქვედას. მეგობრებო, ეხლა ჩვენ სოფელ კაკლიანაში ვართ, ამოვედით და სოფელი დავათვალიერეთ და სოფელში შეხვდა ერთი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ტყიდან მოდიოდა, მოქონდა შეშა სახში და გთხოვა რომ გაიჭედა მანქანა, ტალახია, დიდი ტალახი და ვერ გამოიარა და გთხოვა დახმარება და დახმარების გარეშე ჩვენ ამ ადამიანს ამ ტყეში ვერ დავტოვებდით, ამიტომ ეხლა ვცდილობთ წინიდან სინჯეთ, მაგრამ ძალიან ჩავარდნილია, ტალახში ვერ ამოვიყვანეთ და ეხლა ვეცდებით უკნიდან ამოვიყვანეთ ასე. Hey, ძაღლი. გაახალასტო, вообще არ ჩა. გაახალასტოე просто და ამოიყვას თავისი. შენ გამოდი აქეთ, კაცო. დავაი მიდი ზურა. და ვაჟასა. არ უნდა არა ხალასტოეში. არ უნდა არა. მიეხმარება და ჩაეფლობა უფრო რა. არ გინდა არა. არა ტრიალო არა. მიდი აი ჩარტი ეხლა მაკნოპკას დააჭირე ხელი რო იყურებ იქ.
ამოგლიჯავს ახლა. Კაი დაანებე. დავაი მიდი დაჭიმე და შენ რიოკით წადი უკან. ჩაურთე. დავაი. Sta numeri 2. შენ ასე იმას აქენი. კარგად არის ახლა. ხო, კაი. არ უნდა დაწევა, არა, ჩართე შენ. Всё, ახლა ნელ-ნელა დაეხმარე რა. დავიდა. მოსრიალებს რა ვერ ყოფნის დანა. კაი. Alica, azione. Dadi კიდე. ეხლა დავუდოთ რაღაცეები. ურა? არა. რა? გაზით რომ მოვეხმარო როგორ ისიქრეს, მე ხო არ ვიცი რომ ჯალამბარმა გამოიტრიოს და მე არა, ზარნიში ჩააგდე პროსტა რა. ჩაგდებული. მოიცა. სანო ნომერი მე რამდენიღაცა. რა თხრიან ეს ძაღლები რა იპოვეს ერთი. დაღამდა? რატო? რო გადის? არა უშავს ახლა ავალთ იქ წმინდა გიორგიზე და ეგ არია. მაინც იქეთ უნდა წავიდეთ და სამაგიეროდ კაი საქმეში ჩაგვეთვლება. ერთ ორმორს გვაჩუქებენ არა? ერთ ორმორს ხო გვაჩუქებენ? ორს კი ერთ სულსა იღეთ ნახევარ. კაჩოდა წამოათრია იმდენი ხელა მანქანა და ვერ ამოიყვანა. ხო, სრიალებდა და. ტროსი. არა მაშინა უნდა გახსნა დავაგდო. ის გაფჭებულია? მოიცა ერთთან, მოიცა. მოიცა, კაი ზურა, კაი. აიაქტებს, აი. გადი ბიჭო. ათი მალე მოშო. ვეხმარებიან. ხო. ელია პაროტი, გრასტეფო, რა როგორ შეგვიძლია ერთდროულად.
ის ჩართავს ზურა პანიჟენი ჩაურთე პანიჟენი შენ ჩართე და ის გაჭინოს მოიცა ზურა წინ მიდის ცოტა წინ ზურა მოიცა წინ წავა ცოტა აუსლაბე ო ეგრე დავაი კიდე მიდი ო კაია დავაი ახლა 1 2 და 3 წავიდა დავაი დაადგი ზურა დავაი მიდი მიდის დავაი მიაკ დავაი ზაღლებო მოეხმარეთ რო გახარ დებილები დავაი ის რატო არტრიალებს სიგამორა წინა ბორბალი გაჭედილია აბა დავაი ყველა ტრიალე ბლოკირებული ხიდებით რაჭი ხო გითხარი ჩაუბად არ გესმით ჩემი და ხა ლებიოთ კარა კიდე შმებიოთ კაია არა მაგდე საღას შეგაწუხეთ რო ბარე მაქავარდი ვიდეოის ხო შენ გადი ზურა და მე ეს უკან გამოვა თუ ჩემს საქმე მიეხმარო ბარემ გადი ხო თუ ვერ გახვალ და იმას ვიზავთ რა მალადეც ფორდის ცეპლენიას რა აბა მიდი თუ გაიჭედები დაგვეხმარებიან არა არ გაიჭე წამო აი ხა 4-4-ზეა და შემოვედით გომარეთში მშვენიერი ასფალტია დაგებული გომარეთამდე მე მგონი სულ ასფალტია და სულ კარგი გზა არის კი სად არის ვახო აბა ვახო გოცირიძე აქ ცხოვრობს სადღაც გომარეთში აი ზემოთ ნაძვნარი გამოჩნდა ნაძვნართან გავიარეთ ჩვენ ფაცხარო იყო მაგარი ფაცხა და აქედან იქნება გზა აი ნაძვნარის ქვევით სადღაც აქედან იქნება ასახვევი ნახე გომარეთი როგორი კოხტა ლამაზი დასახლება ხა გომარეთი სოფელი არ არის ხო ანუ არც ქალაქი არ არის სოფელია ისეთი ის არის ასფალტი და მშვენიერი გზა რომ არც გაავს მეგობრებო შემოვიარეთ ჩვენ ორი სოფელი მოვინახულეთ მამულო და კაკლიანი და გზად არის ულამაზესი ბია წვერის წმინდა გიორგის ეკლესია ძალიან მაგარ ლამაზ ადგილზეა და ამოვედით ახლა აქაც მინდა რომ ეს ადგილი კიდევ ერთხელ გადავიღო, იმიტომ რომ შაშან ვართ ნამყოფები აქ ჩვენ და მე დავждდებით დაღლილები ვართ აქ. გაკეთებულია ფაცხები, აშენებული. ხო და ცოტას დავისვენებთ, ვისადილებთ და გავუყვებით მე გზას უკან შენისაკენ. ეს არის წვერის წმინდა გიორგის ეკლესია. აი აქ გავჩვენდით, სადაც ხალხი არის, შესაწირი დაკლეს. ჩვენს დავკვატიჟეს ავიდეთ ახლა ეკლესიაზე და გადავიხედოთ დავათვალიეროთ ულამაზესი ხედები ეკლესიიდან